მუსიკასთან ერთად შემოქმედა ტანდები ცხოვრებასა და პოეზიაში არ დამიზამთრდე მაისო და ლურჯი მეტაფორა ერთ წიგნად აკინძული ორი პოეტის ლექსები სტუმრები არიან პოეტები მეუღლეები აბრო აბრამიშვილი და მარი ბერუაშვილი მოგესალმებით დიდი მადლობა სტუმრობისთვის და გორიდან ჩამოგზავნით საგანგებოდ ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია. ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და გვეწვიეთ და რაც შეეხება პოეზიას და ცხოვრებას, დავაანონსეთ, რომ მეუღლეები ბრძანდებით, ანუ როგორც ცხოვრებაში, ტანდემი, ასევე შემოქმედებაში და რა თქმა უნდა დავიწყოთ თქვენ პოეზიაზე საუბარი, თუმცა აი საინტერესო რამ გითხრა აბრომ, სანამ ეთერში შემოვიდოდით, რომ პოეზიამ გაგვაერთიანა, ანუ პოეზიამ შეგახვედრათ ერთმანეთი. ისე პოეზია თუ გაგვაერთიანებს საერთოდ სულიერ საქართველოს ნამდვილად კარგი იქნება. სიტყვა გვაერთიანებს ზოგადად. მენა და ჩვენი შინაგანი მრწამსი მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მსმენელს. მადლობა მოწვევისთვის, ძალიან საშური საქმე არის. დღესდღეობით ხშირი არ არის, რომ ტელევიზიები და რადიოების მხრიდან ხდებოდეს ყურადღების გამახვილება მწერლისა თუ ზოგადად შემოქმედისა. დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ და ემსახურებით. კი ბატონო და რაც შეეხება მოდით ამით დავიწყოთ საუბარი ისევ თქვენს დუეტს, თქვენს ტანდემს. ანუ პოეზიამ გაგაერთიანოთ. აბრო და რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა, როდესაც მეუღლე არის, ამით დავიწყოთ საუბარი პირველი თქვენი მსმენელი. მეუღლე არის პირველი თქვენი შემფასებელი. და აი რაც შეეხება თქვენ ლექსებს არ დამიზამთრდე მაისო, ხო? ამით დავიწყოთ, რა თქმა უნდა, წავიკითხოთ და მაინტერესებს როგორი იყო პირველი რეაქცია. მარი თუ და დაიწყე. ზოგადად შემფასებლები კი დაწერს რამეს აუცილებლად დამაკითხებს. მე წაკითხული არ მე თვითონ თუ არ წავიკითხე ეს ზეპირად იმდენად ვერ ვწუდები სიღრმეებში, კარგი კრიტიკოს ძალიან მალე ხედავს იმ შეცდომას ყველაფერს რაც კრიტიკული თვალი მაინც სხვა არის და აუცილებლად უნდა წავაკითხო, აუცილებლად. მე არ აი ასე უცბად სწრაფად რო აღვიქვა და დავინახო ეს შეცდომა იმ კონკრეტულ იცით რა არის მე ხო შეიძლება დროთა განმავლობაში შევამჩნიო, მაგრამ მაშინვე შეიძლება ვერ შევამჩნიო და ამას აქვს უნარი და მიხარია ეს და მაშინვე წავაკითხებ ხოლმე. რა თქმა უნდა, ანუ თქვენი პირველი მსმენელი და თქვენი პირველი კრიტიკოსი თქვენი მეუღლეა. ძალიან სწრაფად გარბის დრო და ეს ლექსი რო წაგვიკითხოთ. ხო, აბრო იცით რა არის მე სანამ თქვენ წაიკითხოთ, აი მთელი საღამო კითხულობდი თქვენ Facebook-ზე შევედი და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. ძალიან სიღრმისეულია, მეტაფორულად, აი არ არის მხოლოდ სიტყვებით, ანუ ძალიან დიდი სიღრმეა. აი ჩვენ პოეტები ხშირად გსტუმრობენ და ძალიან კარგია ჩვენი გადაცემისთვის და ამით ძალიან ვამოყოთ ხო კიდეც მე და ნინო. აი ბრძანეთ რომ მსმენელმაც გაიგოს თქვენი ლექსი. არ დამიზამთრდე მაისო, არ დამიზაფრო კვირტები. ერთი უბრალო ხეივარ, დღეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები. დამიხმა ტოტი მრავალი, რამდენჯერ ახლით ვახარე, ვინც ჩემ ჩრდილ ქვეშ კი მოვიდა, გულმკერდი გადავაფარე. ახლა კი ცალად დამირჩა, აქა-იქ ნედლი ფოთოლი, ყვავიც კი აღარ მკადრულობს, ვუმხელდი დარდებს მოწოლილს, აღარც გზავრები არ ჩანან, აღარც ურემი დადისო, ტოტს ნუ გამიხმობთ მოხუცხეს, არ დამიზამთრდე მაისო. ხოსარი ანუ კი ბატონო. მართლა მიშა ხო ესეთი აი ბუმბერაზი მუხა საუბრობს ამ დროს ჩვილი გულის პატრონი. დიახ. ესეთი შტაბეჭლება დამჩა ზუსტად. და რაღაცა ვაჟასეული იყო. კი, ალბათ არის გავლენაც. კი ბატონო. აბრო და რაც შეეხება თქვენს პოეზიას, მართლა ძალიან საინტერესოა და ამასობაში იუმორისტული ჩანახატები, ხო? სათაური მოგეწოდა ძალიან მე და ნინოს. უსაგრო ინტერვიუები არაფერზე. მოდით უსაგრო ინტერვიუები არაფერზე ძალიან საერთოდ. ვუთხრათ რაზეა საერთოდ საუბარი.
ხო, ეს ახალი მიმდინარეობა მე მაქვს ხოლმე პერიოდულად ეს იმერელ თამაზე კოლორიტული რაღაცები მიყვარს ზემოიმერული აქცენტით რაღაცების აი პატარა მოთხრობას წერ ნასახლარი იქაც კუთხურ კილოზე მაქვს თემატურად თან მიტოვებული სახლების თემა და ეს თემა და ზოგადად მიყვარს ხოლმე და ახლა წავიკითხე რამოდენიმე სტატია რომელიც არაფერზე იყო ჩვეულებრივ საინფორმაციო გაზეთებში არაფერზე რომელიც არაფერს არ გეუბნებოდა იყო ძალიან ხმაურიანი სათაური მაგრამ არაფერია ვერ გავიგე რაზე იყო საბოლოოდ პასუხი ვინ არის მისი რჩეული ხო იწყებენ რაღაცაზე აი გრძელ ლექსებზე მაგალითად რომ დაიწყებენ სიყვარულზე დაავთავრებენ სამშობლოზე გრძელი ლექსების ანუ სამშობლო იწყება პატრიოტიზმის თემა და შემდეგ სადღეგრძელოთი სრულდება ლექსი შიგადაში კიდე სამეზობლოსაც შეუვლიან ხო და ეს ჩემთვის არის ხეისა პირდაპირ ვიწოვ ასეთ რაღაცებს და გადავწყვიტე რომ ჩემი მეწარმოებინა ჩემი კი აი როგორც მარინ გძანა ეგრევე გრძნობთ და ხვდებით ხო ეს ხო დიდხანს მე ახლა იმერელი ვარ და სწრაფად აზროვნების ის მაქვს იმერული სარკაზმის გახლავთ კი ბატონო და ამასობაში ისე მე მეგონა რეგიონ შევეხო იქ საიდანაც და მანამდე მოდი მარის რომ მოვუსმინოთ ხო მარის პოეზიაც რაღაც თავისებურია, თავისებური ხიბლი აქვს, სათნოა ისეთია როგორც მარი და სიამონები თქვენ ლექს მოვისმენთ. რა წაგვიკითხოთ და მე ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ. კი, აი, რის თქმაც მიშას უნდა დავხტარ ვაცალე, ხო? დგება მოისფრო მყუდროება, რჩება მოწინავე აღმაფრენად. ჩქამი უჩქამესი მიყრუდება, ფერი შეითვისებს არაფერსაც. თეთრი კალათების წნულებიდან ნაზად მოჩოჩავენ ყვავილები გზები ვარსკვლავების წულებია ასე მთიებისკენ ჩავლილები ისევ ჩაიჩეხა ხევში ნიჭი წყარო გეჯაშს კოცნის გასჯმაგებით ქუჩამ დაიტოვა ერთი ფიჭვით თავის ყავისფერი ქვეშაგებით ძალით უძლურია უძალობა ასე ასმეერთეთ გაჭორილი მარტის სითამამე მეძალება გიჟის სტიქიიდან გამოჭრილი როცა ხევებს ხევენ ხევმწკრივებში, როცა ჩიტის ფრთაზე ვწერ და ქრება, წვები უდარდელად ხმელწიწვებში მალე, ხისი ნედლე გამოჩნდება, ახალს უახლესი ემატება, სწრაფობს მისწრაფება წინ სწრაფვისკენ, დარდით სუსტის გულის ატკიება, ვეღარ ვიგუედა ის გავრისკე, რასაც მოისფრორის კიქვია, რაც რომ დავისახი აღმაფრენად, თუმცა ყველაფერი ცირკიკია. ხიბლავს მასხარათა გამოფენ. მშვენიერია. აი მაინტერესებს ეს ლექსი რომ მოისმინეთ. ანუ კრიტიკის ქარცოცხლში გაატარეთ. არაფერი აღარ. აი იმიტომ დავსვიკითხა რომ კრიტიკის გარეშე. ალბათ კრიტიკის იცით რა არის რაღაცა აკვარელივით იყო ლექსი. ნახატივით. არ არსებობს ლექსის დაწერას რამოდენიმე ადგილი შეუსწორო რა ვეტყვი რომ აი ეს როგორ გაითვალისწინებს ძალიან ლამაზი ლექსი იყო მართლა. მაგრამ იმდენად მისეული არის ეს ლექსი. რომ ვეღარ შევეხე. კიდე ძალიან კარგი. კი ბატონო და ამასობაში აი მიშა შენ გინდოდა ხო? ხო, იცით არის აი თქო ჩვენ სიამოვნებს როდესაც აი რეგიონებიდან ჩამოდიან და გვიყვებიან თუ როგორი ინტენსიური შემოქმედებითი ცხოვრება. პოეზია იქნება, ეს მწერლობა, მუსიკა, თეატრი და ეს გორი ძალიან განსხვავებულია ამ ხრივ. განსხვავებულია როგორც ყველა რეგიონი, ხო, როგორც ქუთაისი, როგორც ხაშური, მაგრამ გორშიც ეს ცოცხალია პროცესია, პოეზია. ძალიან ბევრი საინტერესო მწერლები არიან თქვენს ახსენებთ და მოდით აი და ამასობაში დავამატოთ მიშა რომ თქვენ შიდა ქართლის ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის წევრები ხართ და ამ ორგანიზაციაზეც რომ გვესაუბროთ. დიახ, ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლავთ ბატონი დავით ახლოური, რომელიც უკვე 15 წელზე მეტია უძღვება ორგანიზაციას. ძალიან ბევრი პროექტია ახორციელებული ამ ორგანიზაციის მიერ. ზოგადად სკოლებში მაგალითად ლიტერატურული კლუბები აქვს ამ ორგანიზაციას დაარსებული. იმართება როგორც ახალგაზრდა, ისევე უკვე ხანშესულ ავტორთა საღამოები, ქართლის საღამოების სახელწოდებით
გორის საჯარო ბიბლიოთეკა მასპინძლობს ხოლმე ამ საღამოებს. იმართება ასევე უამრავი საღამოები, როგორც უკვე ცნობილი ხელოვანი ხალხის წერლების ხარხელაური ყავდა ბოლოს მაგალითად და ზოგადად ძალიან აქტიურად არის ორგანიზაცია ჩართული იმისათვის, რომ მომავალი თაობა, რაც უფრო მეტი დოზით იქნება ჩართული, ზოგადად არის იქ ხელოვანთა კავშირიც არის, ეს მარტო ესე განსაკუთრებით წერლობა არ არის და ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. ერისკაცთა ნაკვალევზე ესეთი პროექტი აქვს კიდე ორგანიზაციას და არის ხდება ხოლმე ისე რომ ჩვენ მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმით ვაკეთებთ ყველაფერს, ჩვენ არც არავინ გვაფინანსებს და რამდენადაც შესაძლებელია ჩვენი სახსრებით რამე გავაკეთოთ ყველაფერს და როგორი გამოძახილია ახალგაზრდებისაგან აი ეს არის მნიშვნელოვანი ჩართულობა სამწუხაროდ როგორც ყველგან ისე ცოტა ინერტული არის ახალგაზრდების მხრიდან, მაგრამ მაინც არის რაღაცა მარცვალი იდება. კი, ის ბირთვი მაინც არის, რომელიც ნელ-ნელა მოიცავს აი როგორ უნდა გაიზარდოს ახალგაზრდების დაინტერესება? ეხლა სხვათა შორის ეგ კითხვა აი გუშინაც ბიბლიოთეკაში ვიყავით და ხელმძღვანელობა ბიბლიოთეკით როგორ დავაინტერესოთ ახალგაზრდა თაობა. Რა თქმა უნდა, შაბლონურად ვიტყვი, რაც მეტი აქტივობა იქნება და რაც მეტი ღონისძიება ჩატარდება, უფრო, მაგრამ აი მიზანმიმართულად უნდა იყოს, უნივერსიტეტებში უნდა გაკეთდეს ეს. ვისაც აი მაგას სკოლებში პედაგოგებთან იმას გაივლი კონსულტაციას დაუშვათ, იგივე დირექტორები უნდა იყვნენ დაინტერესებული. მე რაც არ უნდა მოვიდო პიროვნულად რაღაცის გაკეთება, სხვა თუ არ მომყვება ამაში, მას რა თქმა უნდა. და ეს უნდა იყოს იგივე სკოლა, დირექცია უნდა იყოს ჩართული, რომ შეიქმნას ლიტერატურული წამოვიდნენ იმ სიკეთეზე, რა სიკეთესაც თავაზობს ეს ორგანიზაცია. ეს ხო პიროვნული დაინტერესება და რაღაც სარგებლის მიღება ხომ არ არის და იქნება და ეს ნელი პროცესია, მაგრამ მაინც ღვივდება ის მარცვალი, რომელიც მერე ნაყოფს. თქვენერი ადამიანები, რა თქმა უნდა, და აი ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ მარცვლის გაღვივებას უწყობთ ხელს. თქვენი პოეზიით, გარდა იმისა, რომ თქვენი საქმიანობით, მთავარი თქვენი იარაღი, ასე ვთქვათ, ხო, არის პოეზია, კალამი და აი რაც შეეხება ისე იუმორისტულ ჩანახატებს ძალიან მომწონს, ხო, იმიტომ რომ ზოგადად, როდესაც აი ამ სახის მწერლობაზეა საუბარი, ეს არ არის ადვილი. ალბათ აბრო ამაში დამეთანხმები, იმიტომ რომ აქ არის რაღაც გარკვეული წითელი ხაზი, თან უნდა კონდეს ძალიან კარგი გემოვნება. ანუ ზოგადად, ხო, სარკაზმიც უნდა იყოს ისეთი, რომ არ გადასცეს ზღვარს. ანუ ეს ბევრს არ შეუძლია. ჩვენ ვიცით ახლა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ამას მოკიდა ხელი, მაგრამ არ გამოვიდა, ხო? ანუ აი ამ მიმართულებით დავუშვათ, როგორია გამოხმაურება, რას გეუბნებიან. თავად მწერლები, თავად შემოქმედი ადამიანები სიტყვა გამიგზელდა. არა, ის არის რომ მე ზოგადად ბუნებით ძალიან ხიარული ესე მასხარასავით არა, მაგრამ ძალიან მიყვარს იუმორი, ყველგან სადაც ვარ, არაზუსტ ვიბოჭები. გახსნილი ვარ უშუალოდ, რაიმერული ზონა იყო. ხო, გაკრიტიკება იუმორი. და ახლა ტენდენციურად მაინც აი აბროს იუმორია. ესე არ აღიქვამე რომ სიტყვაზე რაღაცას ვაშეშ. რა თქმა უნდა, უდიდესი გავლენაა ნოდარ დუმბაძის, რომ ის აკეთებდა ეს გიგილო, ჯერ არ დაბადებული ბავშვის უკვე ნათლია იცოდა ის გიგილოს. მოკლედ დიდი გავლენაა და ძალიან კარგი მიმდინარეობა ეს ზოგადად ჯანსაღი კრიტიკისთვისაც და ცოტა გაღიმებისთვისაც. და თან მიმღეობაც არის, ხო? იმიტომ რომ ამ სახით რო აკრიტიკებ თუნდაც პერსონას, ხო? ვფიქრობ, რომ მისაღებია. არის მე მინდა თქვენ აი ესეთი ძალიან ფაქიზი ლექსები გაქვთ და მინდა ისევ ახალგაზრდებს დაუბრუნდეთ და თქვენ როგორ ფიქრობთ, აი იცნობენ ანუ თქვენი წყალობით ამ შეხვედრების წყალობით ეცნობიან თანამედროვე პოეტებს, მაგრამ აი ქართველი პოეტების და ქართული მწერლობის მიმართ როგორი დამოკიდე. აი თუნდაც გოდერძი ჩოხელი ვახსენეთ ხო, სანამ აი როგორ ფიქრობთ, აი რა მდგომარეობა რა დონეზე არის ეს? ეს გემოვნება ლიტერატურულ გემოვნებაზე ჩამოვყალიბებ მარტივად კითხვა ახალგაზრდებში. კი, რა თქმა უნდა, არის
დაკავშირებული სხვადასხვა აზრები ერთმანეთთან, რომ აი დღეს მაგალითად როგორია თანამედროვე პოეზია, თანამედროვე მწერლობა. ყავს თავისი კრიტიკოსებიც, ზოგი აქებს, ზოგი კიდე პირიქით. მე ვიტყოდი, რომ მადლობა ღმერთს, მართლა ისე არ არის საქმე დღევანდელ ქართულ ლიტერატურაში, რომ ასე ვთქვათ, ის თავისი ადგილი არ დაიმკვიდროს იმ პოეტმა, ადამიანმა, რა თქმა უნდა, ვისაც ეკუთვნის ეს და ვისაც ხელეწიფება, ხო, ვისაც გამოსდის ნამდვილი პოეზია და ქმნის და მისი გარჩევა ნამდვილად ძნელი არ არის. ასე კონკრეტულად ახლა ვერ ვიტყვით, მაგრამ არიან ღვთის წყალობით ეს ქართული ნიჭი და გენი ისეთია არასდროს ხო არ იქნება ისე რომ გადაშენდეს და ღმერთმა ეს არც მოახდინოს და არც მოახდენს და აი ამ ღმერთის წყალობით და იმედით ქართული გენისა და ნიჭის იმედით ჩვენ ეს არ გვემუქრება და ლიტერატურა წინ მიდის და ასეც იქნება და დაიმკვიდრებს ძალიან ბევრი თავის ადგილს. რა თქმა უნდა, აბროდა რაც შეეხება აი თანამედროვე მკითხველს. შეიცვალა მოთხოვნა, აი რა ინტერესებს დავუშვათ, რა იწვევს თანამედროვე თქვენი ლექსის მსმენელის და მკითხველის აღფრთოვანებას? შეცვლით დიდად არ შეცვლილა, მაინც ნოსტალგიები იქით არის წარსული მწერლებისკენ არის, დიახ, რომ ძალიან ხშირად ესე შეიძლება გულსაც ტკენენ დღევანდელ შემოქმედებს, რომ აღარ დაიბადება ვაჟა და გალაქტიონი, აღარ იქნება რუსთაველი. ძალიან მცდარი მიდგომა ზოგადად, იმიტომ რომ შესაძლოა უკეთესი არის დაბადებული, მაგრამ ჩვენ საზოგადოება, კონკრეტულად ჩვენ არა, მაგრამ ძირითადი მასა ახშობს ყოველთვის ეს ქართველ ერს გჭირს ხოლმე რომ უნდა მოვაახშოთ, მოვაშთოთ ის, მაგრამ ძირითადი თემა მაინც ყოველთვის უცვლელი რჩება. ვისაც უყვარს პოეზია, ვისაც უყვარს ზოგადად მწერლობა, მათში ყოველთვის არის ეროვნული და სულიერი ღირებულებების გარშემო შექმნილი გინდა ნოველა იყოს, გინდა ლექსი. მაგრამ სტანდარტულად როგორც დღევანდელ დღეს ეხლა ვერ დავიქადნით, ესე გამორჩეულად ვინმე კარგი ნოველისტი იყოს, კარგი რომანტიკოსი იყოს, მაგრამ არის საიმედო ნიშნები. სამწუხაროდ ძალიან დიდი მაკულატურა იქნება და ერთმანეთს მე აბრალებენ აი მან ეს მომპარა, არაფერი მოუპარა, ერთნაირად წერთ უბრალოდ არც სიტყვათა მარაგი და მაგრამ ჩვენ ხო გულს არ იყოს წეროს იმან უბრალოდ დიდი ყურადღება ეთმობა ამ ნაკლებად ხარისხიან წერლობას სამწუხაროდ და ჭდილში რაც არის ის ჩემის აზრით ძალიან ღირებული იქნება. ზოგადად იცით რა, იცით რომ ნიჭიერი ადამიანების დამახასიათებელია თავმდაბლობა და ძალიან ხშირად ისინი არც ფიქრობენ პოპულარიზაციაზე. თუმცა რა თქმა უნდა ამ ადამიანების პოპულარიზაცია არის მნიშვნელოვანი თუნდაც იმიტომ რომ ახალგაზრდებს კარგი გემოვნება ჩამოუყალიბდეთ, გაიცნონ რა თქმა უნდა. ეხლა თქვენი საუბრეთ ეს კიდე აბსოლუტურად სხვა თემაა. ეხლა ჩვენ ყავდა გალაქტიონი, ჩვენ ყავდა ნიკოლოზ ბარათაშვილი, ხო, ჩვენ ყავდა ხა ჩამოთვლა სარდალე, ვაჟა ფშაველა, ეს საერთოდ გენიოსი, ხო, ილია, აკაკი, ჩვენ ყავდა ტერენტი გრანელი, გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე, მიხეილ ჯავახიშვილი, ეხა რო გავყვი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, როდესაც აი ესეთი ბომბერაზი პოეტები და პროზაიკოსები, მწერლები ყავდა, ნუ ამათ ფონზე მესმის ხო ახალი სიტყვა რაღაცა ახალი თუმცა ყველა საუკუნეს ხო აქვს თავისი რა ვიცი ძალიან სერიოზული ნუ თუ გენიოსები არა მწერლები პოეტები შემოქმედები რა თქმა უნდა გამორჩეული მე ნახეთ ყველა ეპოქას რა თქმა უნდა აქვს თავისი მოთხოვნა თუმცა თავარი იყო ასეც ადრეც იყო ხო თავარი რომ აი ეს ხარისხიანი და კარგის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს, იმიტომ რომ როგორ არა მარტო დავუშვათ წერლობაში, ხო, პოეზიაში, მუსიკაში, რომ ახალგაზრდებს გემოვნება ჩამოუყალიბდეთ. აი გაგამბრძანა ძალიან ზუსტად, იმიტომ რომ არა ხო, რომ არ არისო ეს მარტივი და იყოს ის ხელშეწყობა, რომ ეს ხარისხიანი პოეზია იქნება თუ საერთოდ ლიტერატურა დაიბეჭდოს
ისე ხარისხით და იმით რომ გავრცელდეს რომ მეტი საღამოები. მომავალმა თაობა ეს ადამიანებიც თავად უნდა გააქტიურდნენ მე მესმის ამ უპირველესად თვითონ უნდა მათთვის თავარია წერა აღიზარდოს ხო და მომავალი თაობა აი სწორედ კი, აი სწორედ რომ ლიტერატურული გემოვნება ჩამოყალიბდეს და გარჩევა მოხდეს. კი, იმიტომ რომ მუსიკალური სმენა თუ არა გაქვს, ვერ გაიგებ ნაწარმოებს და ვერ მოусმენ. და სმენა რო ჩამოიყალიბდეს, ამიტომ უნდა უსმინო ნამდვილ მუსიკას, კლასიკას, კარგ შემსრულებელს. ესე არის პოეზიაც და აი კი ბატონო და ამასობაში ჩვენ ახლა ასე ვიმსჯელებთ და დრო არა მე მინდა თემა რა თქმა უნდა ძალზედ აქტუალურია თუმცა თუ სიღრმეებში გავალთ ანუ ვერ დავასრულებთ საუბარს და ამასობაში მე მინდა რომ თქვენი ლექსები კიდე წაგვიკითხოთ კი ბატონო გისმენთ ეგ დავიკითხავ მაგრამ შენ კი ბატონო ლურჯი მეტაფორა ეგ ლექსი არა უბრალოდ ის სათაური ამისთვის ცალკე ლექსად არის კარგით მაშინ ანალიზია გასაგებია კი ბატონო და ძალიან მალე ხო ერთ წიგნად აიძება ერთი წუთით მიშა თქვენი ლექსები ეს არის ძალიან კარგი იდეა ხო თქვენ როგორც თქვით ანუ ერთ ახარეს ამოვაბრუნებ მეორე მხარეს ისე კი ბატონო და როდის ვიხილავთ ამ კრებულს იმედია მალე ესე განსაზღვრული დრო არ არის თანადგომით ხდება გამოცემა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამდებობით და ნახოთ იმედია რომ მალე და გისმენთ გაიხარეთ მოგისმენია ქვია ლექს მერცხლის ტირილი მოგისმენია ბუდეს რომ უნგრევს სახლის პატრონი საწყალს თეთრ გულზე დაუსვენია ბარტყები ჯერაც უნის კარტონი მოგისმენია გლეხის ჩივილი სეტყვისგან ნაგვემ ყანას რომ კოცნის 1000 ზნას შეჰკრავს მისი ბღავილი აღარ აქვს თმენა რწმენის და ლოცვის მოგისმენია მიტოვებულ ქალს უბრად რომ უძგერს გრძნობს სავსე გული მემაბეჩავებს ოღონდ არ ამკლავს მიტოვებული და სულით სრული გსმენია ალბათ აროდეს გესმის იცით რა არის ახლა სასაული ეს არის აი პოეზიისთვის არ არის რა ანუ ხო ხტებით ანუ ზოგადად ნებისმიერი ლექსი არის ტკივილით აი გაგავახსენეთ ზეგანდა ეს არ არის მარტივი ეს არის 1000 გულში გატარებული იარა და ძალიან დიდი ანუ რეალობას არ მოკლებული იმას ვამბობ მე ზუსტად რომ პასუხია რაღაცა იმ თემებზე რომელზეც უნდა დაფიქრდე ეხა ლამაზი იყო ძალიან მართლა გაიხარეთ ეს ლექსია და ვარ აი კითხენების მიერი მაინც არის ზეპირად არავინ ვიცით ხატავდი რენუარ გაიხსნა ცისკარი მოლბერტებს დაედოთ ფერები ნათელი გულით რთის ველურად რომათო სიმკაცრით და ღაწვებს დაეტყოთ ღრმასულის ნაცრემლი კიბეებს აივლის შეშლილი ნაბიჯი ფოთოლთა შრიალი ჰანგია მოცარტის ცხოვრების კუთხეში იდგები დასჯილი თუ არიავე და განრისხდი ცოტათი დავწერე მეწეღან მცირედი ჰაიკუ დღეს სიტყვა წირია დაიკრავს ზონარებს ყველაფრის სათქმელად მოვედი ვაითუ ჩემში კი უენო განცდები ოხრავე დახატე რენუარ სიცოცხლე გრძელდება შენში და საამოდ უკრავენ კლავესინს გრძნობები დაიყო პატარა უბნება და ამცივნებს ოცნებას ქარებით გაწეწილს ფანქრებით ცხოვრებას გრაფიკით კაწრავენ ნისლის ან აკვარელს ატანენ ველურად ამინდი გახუნდა მთის გაშლილ კალთაზე ფერთა თბილ პალიტრით ხატავდი რენუარ შვენიერი აიცით რა არის ხო გითხარი წეგანას რომ ბრძანეთ აი ზუსტად განსდა იმპრესიონისტული ფერებით დაწერილი ლექსია და საოცარია მართლა აუ რა კარგია რომ მოხვედით მადლობა დიდი მადლობა და არა აუცილებლად უნდა გითხოთ ისე ჯერ ცოტა დრო დაგჭა რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ვიცით რომ ერთ წიგნად აიკინძება კრებული და თქვენი ლექსები იქნება ორივესი ეს მართლაც დაველოდებით ძალიან კარგი და რაც შეეხება თავად ორგანიზაციას ისე უნდა აღნიშნოთ აი ვინც ახლა შემოგვიერთდა შიდა ქართლის ცხინვალისა და ახალგორის წერალთა ორგანიზაციის წევრები ხართ და ზოგადად რას გეგმავთ 2026-ში, იმიტომ რომ თქვენი აქტივობები, თქვენი ღონისძიებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც იმისთვის, რომ
ახალგაზრდების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდოს. და გეგმავთ თუ არა თუნდაც სკოლებთან ურთიერთობას, სტუდენტები რამდენად აქტიურობენ და თან გაქვთ თუ არა, ასე ვთქვათ, გაცვლითი საღამოებიც, ანუ საქართველოს მასშტაბით ვამბობ, აპირებთ თუ არა აქ დაუშვათ თბილისში ჩამოსვლას ან სხვა რეგიონებში. კი, ზოგადად კი ერთი პროექტი აქვს ჩვენს ორგანიზაციას, მოვიაროთ საქართველოს ფარგლებში, სტუმრობთ ხოლმე სხვადასხვა ქალაქებს, დაბებს, რაიონებს. მნიშვნელოვანია ძალიან. და ვხვდებით რა თქმა უნდა ადგილობრივ წარმომადგენლებს, ბიბლიოთეკებს, სკოლებს, წერლებს, თუ კი არიან რა თქმა უნდა ასეთები. რაც შეეხება 2026 წლის გეგმებს, ესე გაწერილად არ არის, მაგრამ პრიორიტეტი რაც არის, ეს არის რომ უფრო პრინციპულად უნდა მიუდგეთ სკოლებში ლიტერატურული კლუბების დაარსებას. ეხლა შიდა ქართლის მასშტაბით დაახლოებით მინიმუმ 200 სკოლაა. და 200 სკოლაში 1000 ბავშვიც რომ გაწევრიანდეს ამ კლუბში. 2000-დან ხო რაღაც 10-ც რომ ბოლომდე გაყვეს და აი შეიმეცნოს ის რა დანიშნულებაც ჰქონდა ამ კლუბს თავიდან და უბრალოდ შეიყვარონ ქართული ლიტერატურა, მწერლობა და შეაყვარონ სხვასაც, ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება ჩემის აზრით. ყველა რომ თავის რაიონში ასე მოიქცეს, ეს იქნება ძალიან კარგი. არის კიდე სხვადასხვა პროექტები, უბრალოდ ფინანსური ხელშეწყობა უნდა ისე თვითონ შიდა ქართლის მასშტაბით კი, მაგრამ აი რეგიონების გასვლები რაც შეეხება მნიშვნელოვანია ეს რასაც ვზანებთ. იმედია დაგვეხმარება ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც და ზოგადად კულტურის სამინისტროც და ვისაც ხელეწიფება ეს ყველაფერი. ჩვენ ხო საჩვენო და არაფერს ვითხოვთ. რა თქმა უნდა, კი ბატონო. ერთი მიზანი გვაქვს მხოლოდ მეტი ლიტერატურა და მეტი განათლება. მეტი ლიტერატურა, კარგია, მეტი პოეზია, მეტი განათლება. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას და ჩვენს ფენელს და მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყურე, ჩვენი სტუმრები იყვნენ პოეტები, მეუღლეები, აბრო აბრამიშვილი და მარი ბერუაშვილი. დახოკრებულის გამოშვებას არ გამოგვაყარებთ იმედია. გაიხარეთ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ასეთი ყურადღებისთვის. წარმატებებს გისურვებთ. მე აქამდეც გიცნობდით და არ გამცრუებია იმედი ნამდვილად არ შეცდომა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბედნიერშობა ახალი წელი თქვენ სრულიად საქართველოს. ასევე დამდეგს გილოცავთ. რაღა დარჩა ახალ წლამდე და 2026 ფეხბედნიერი ყოფილიყო. ამინ. სიახლეებით გელოდებით. სიმრავლე ჩვენს ოჯახებში. დიდი მადლობა. ჩვენ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით კიდევ ერთ არაჩვეულებრივ პოეტთან, ადამიანთან, ნინო უზილაურთან ერთად დროებით. მოიკითხავთ ქალბატონ ნინოს. დიახ, დროებით. მადლობა. პატივისცემით.